25 წლის შემდეგ თბილ მეტრომშენის მეცხრე საგვირაბო რაზმი, რომელიც უშუალოდ აშენებდა გვირაბს, დღეს მის საიუბილეო წელთან დაკავშირებით შეიკრიბა. გვირაბის მშენებლობა ჩერნო-ივანოვის პროექტით 1974 წელს დაიწყო და 8 წელს გრძელდებოდა, რასაც წინ მოსამზადებელი სამუშაოები უძღოდა. გვირაბის მშენებლობა სამმართველოს უფროსის ვიქტორ გოცირიძის სახელს უკავშირდება. მოგვიანებით კი მას მიხეილ დათემოვი ხელმძღვანელობდა. 1993 წელს გვირაბის საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. სტრატეგიული ობიექტის მშენებლობა 17 მილიონი მანეთი დაჯდა. 1000-ობით ადამიანი დასაქმდა, აშენდა 2 სავენტილაციო ნაგებობა, დამხმარე შენობები, სპილენძის პანელი შესასვლელსა და გასასვლელში, მხატვარ ზურაბ წერეთელს ეკუთვნის. გვირაბის სიმაღლე 11 მეტრი, სიგრძე კი 1721 მეტრი და 40 სანტიმეტრია. სამმართველოს მაშინდელი უფროსი მიხეილ დათემოვი უხუცესია გვირაბ მშენებლებს შორის, რომელმაც მისი მშენებლობის ისტორია ყველა პარამეტრი ზედმიწევნით ზუსტად იცის. ჩვენ დავიწყეთ значит 75 წელში, მაგრამ ძალიან ბევრი იყო მომზადებული სამუშაოები. აქ იყო მთელი ხევი იყო. ეს გაავსეთ. მერე საცხოვრებელი სახლი ავაშენეთ, აბანო ავაშენეთ, მუშების სახლები ავაშენეთ. ეს აიღო 11 წელიწადი. 11 თვე. შემდეგ უკვე დავიწყეთ, значит, აქ საკომპრესორო, აქ ბევრი ბეტონის ქარხანა იყო, აქ ახლა ვაფერი არ დარჩა. მასალების მომარაგება იყო უმაღლეს დონეზე, არც ერთი საათი არ გავწევი ვარ მასალობით, მაგრამ ეგ იყო ძირითადად გეოლოგიური მონაცემები. სხვაობა ბევრი მოგვცა. გვირაბის მნიშვნელობა როგორც სამოქალაქო მნიშვნელობა აქვს და ძალიან დიდი შეღავათია მოძრაობაში, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ყოველთვის უნდა იყოს წესრიგში. ახლა დღეისათვის გვირაბი ძალიან კარგ მდგომარეობაშია, მაგრამ მაინც ყოველობს მოხმარებას სამმართველოდან იმის გულისთვის, რომ ცოტა კიდე გაუმჯობესდეს მხოლოდ მარტო ვენტილაცია. დანარჩენი სრულყოფილია და ძალიან კარგია. გვირაბ მშენებლები, ასე უწოდებენ ერთმანეთს ძველი კოლეგები, რომლებიც იხსენებენ ერთად გატარებულ წლებს, იხსენებენ დაღუპულ მეგობრებს, სავალალო ავარიას, რომელსაც 5 ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და მაინც იხსენებენ სიამაყით. შეხვედრის ორგანიზატორები გვირაბის მომარაგების ბაზის ყოფილი უფროსი ვალოდია ჭაღიაშვილი და უბნის უფროსი ჯემალ მიქაბერიძე არიან. დღევანდელი დღე სასწაულშნავი არის, ჩვენ ყველა შევიკრიბეთ აი შენებლები, რომელიც დასაქმებული იყო ძირითადად რიკოთის საავტომობილო გვირაბის მშენებლობაზე. და ესე იგი გვიამაყება თითქმის რამდენი დრო მიდის, უბრალოდ საამაყოა ჩვენთვის, რომ ასეთი ისტორიული მშენებლობაში გვაქვს მონაწილეობა მიღებული. ასევე ვართ ყველა თითქმის გვირაბშენები. ეს ისეთი დიდი საპატივცემულო პროფესია გვირაბში შესული. იქ თუ ძმასავე ერთმანეთს არ დაუდექით, იშვიათია. ერთადერთი რაც გვირაბის შემოქმედების გულის ტკივილს იწვევს ის არის, რომ რიკოთის საგადასახადო პუნქტში შესული თანხები გვირაბის სათანადო შეკეთებას არ ხმარდება. მთავარი კურიოზი კი ის არის, რომ მათთვის ლარიანი გადასახადი ისევე აუცილებელია, როგორც სხვისათვის. თავისთავად. რამე საბუთი არა გაქვთ რა? არა, საბუთი კი გვაქვს, მაგრამ მაინც გვახსენებინებენ სავალდებულოა და ვიხდი და ხალხად მცხენია ხოლმე და როცა ისა ვარ, დრომა იქიდან მოვილი ხოლმე, გუნება არ და უფრო კარგია. თქვენ ხომ არაფერს გაიხსენებთ ან კურიოზს არა? ეს გავხსენებ შრომას, ყოფლის ზღვრას, რომელიც დაფასებული არ არის დღესდღეობით, 19 არიან, 20 არიან პენსია. რაც მე და არ მოვიჩა ხამე გვითენებია. ეს დავარში გალებაში. ძველმა კოლეგებმა სიმბოლურად გვირაბშიც გაიარეს. როგორც გვირაბშენები ამბობენ, თუ გვირაბის მტვერი ერთხელ მაინც არ ჩაგიყვაბავს, ვერ გაიგებ ერთად გატარებული წლების, ტიტანური შრომის, მეგობრობისა და სიყვარულის ფასს, რომელიც მათ დღემდე მოჰყვებათ და ალბათ ბოლომდე გაგრძელდება.